ბუნებრივი ღვინო არის ალბათ ის, რასაც ადამიანის უეძებს, აი ეს პირველ წყაროს, ალბათ არ დაახლოებით 8000 წლის წინ რაც დააყენეს, როგორც გასინჯეს. აი იმასთან დაბრუნება, რომ არ იყოს სახეცვლილი და რასაც ბუნება გვაძლევს ბუნებრივად. ქვევრი არის თავარი ჭურჭელი ღვინისთვის, როგორც ტრადიციულად თელ საქართველოში, ჩვენი მარნისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ღვინის 100% იწარმოება ქვევრში, ტრადიციული მეთოდით, როგორც დასავლეთ საქართველოში იყო, მაგალითად ქარვის ფერებს ვაყენებთ მესამე ჭაჭაზე, წითლებს სრულ ჭაჭაზე, არ ვიყენებთ კლერს და ვცდილობთ ეს წარსულის გამოცდილება გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ქვევრი არის უნიკალური ჭურჭელი, სადაც ღვინო თავისით ბუნებრივად გადის დუღილს, იდეალურ ტემპერატურაზე და ბუნებრივად იწმინდება და როდესაც ქვევრს ხსნით გაზაფხულზე, ფაქტიურად გამზადებული ღვინო შეიძლება ჩამოასხა ჭურჭელს, იმიტომ რომ გაწმენდილია, გაფილტრულია ბუნებრივად და ამის უნიკალურობა ეს არის, რომელიც ამდენი საუკუნე იხვეწებოდა მისი ფორმა და ვითარდებოდა და საბოლოო შედეგს უკვე ჩვენ ხედავთ ჭიქაში. ინოვაციებს, რასაც ვიყენებთ, ძირითადად არის, რომ ქვევრის მოვლის საშუალებები უფრო გამარტივდა გათანამondროდ, ადრე თუ ყველაფერს ხელი ჭირდებოდა და შეგნით ჩასვლა, ვიყენებთ მტვერსასულს, მტვერის ამოსაღებად, სხვადასხვა ნარჩენების, ასევე მაღალი წნევის რეცხვის საშუალებებს, ეგრეთ წოდებულ კერხერს, რომ უფრო გვიად ვილდებს ეს ასევე ქიმიური საშუალებებიდან ლიმონჟავას და გოგირს, რომ ქვევრის გარეცხვა უფრო გამარტივდეს და უფრო ყველა ბაქტერია, რაც დაავადება, რაც შეიძლება ღვინოში გაჩნდეს, თავიდანვე ვთქვათ, გავუკეთოთ დეზინფექცია სწორად და ხარისხიანად და ეს უფრო გამარტივდა, იმიტომ რომ ჩვენ წინაპრებს ამის კეთება უწევდათ ხელით და ძალიან შრომატევადი იყო.